ზაზა, მოდი ეხლა გადავინაცვლოთ უკვე ერთ-ერთ თავარ წარმომადგენლებზე, ასე ვთქვათ, შენი კოლექციის, რომელიც აი ამ პადზე არის წარმოდგენილი. ეს ძალიან სერიოზული პადია, მინდა გითხრა, ანუ ამ პადზე სასწაული დანები ყოფილან, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი და მე მგონი დღესაც გრძელდება ეს ტრადიცია და შესაბამისად ძალიან მაგარი შენი კოლექციის ბრილიანტებია წარმოდგენილი და მოდი დავიწყოთ. პირველი დავიწყოთ ვილიამ ჰენრი. უსაყვარლესი. ზოგი იძახის ეხ მე წავიკითხე თვითონ საიტზე უწერია თუ ბრილიანტი ვარა, მე მგონი უფრო საფირია რა. საფირი კი არა, ხო რაღაც ის არის. მოკლედ ხო ჩვეულებრივი ასე. ულამაზესი დამასკით, ხო? ხო, დამასკო, ეს არის ხელით გაკეთებული დამასკო, კარბონი და მოკუმე განე. მოკუმე განე ითვლება ერთ-ერთ უსერიოზულისა თვალს, ეს არის იაპონური ტექნოლოგია და ჯენტმენის დანა, უყურე ღილა ამაზეც თვალი აქვს, ღილაკია, ისე იკეცება. საინტერესო. ძალიან მაგარი. თავი ჩასადებით? თავი ჩასადებით და ეს всё, ეგ არის უკვე გულის ჯიბეში და ამოიღებ რაღაც. ლამას კალამთან ერთად? კალამთან ერთად და უკვე ამის რომელიც მაჩვენე, ჩვენი ასევე მეგობრის. ხო, აი ესა, ხო, სტრელცოვის, აი მაშინ რო შენ რო გააკეთე. სულთან დამაქვს. აის ბრიკერი ძალიან მაგარია. თან ტაქტიკური. ეს აი სტრელცოვიც იმეორებს, ხო, ამ პრაქტიკულობას და სილამაზეს აი ერთმანეთთან. ტიტანის ის არის სტრელცოვი. იქნება, ხო? კი. შემდეგში იქნება. კი, დიმიტრისთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, მეგობრობდა, შესაბამისად ჩვენ ძალიან გულშემატკივრებს. მოკლედ ეს დანა განეკუთვნება ისეთ მოდი აი ბარემ ჩემი თანაწამყვანის გამოვიყენოთ და აი ვაჩვენოთ პროპორცია რა. ამას ვიყენებ ხოლმე პროპორციის საჩვენებლად. გაიდანა ეს. პარამილიტარი 2 რა, ასეთი მასიური წარმოების დანა, რომელიც ყველა მიცის რა ზომაა რა. კი ბატონო, აი ესეთი ვიზუალის და ესეთი ზომის, აი სპაიდერკო მაინც ხარისხი. სპაიდერკოა, კი. ეს ყავს რატო იცი? ეს მაქვს აი ბევრს აქვს. და ყველა ხვდება აქედან გამომდინარე რა ზომის არის რეალურად. ამ დანას უპირატესობას რო ამოიღებ, რომ აი ხო არის მაგალითად ამკაც ამგავლე არა ხო საათით ხვდები კამერა. ისეთი განეკუთვნება რომ უკვე კი აქსესუარია, დანა უკვე რაღაც თითქოს არ არის, უკვე აქსესუარი. დავიწყოთ აი სხვები. ეხლა დავიწყოთ, კი ბატონო. ერთ-ერთი ჩემს საყვარელი ხალხის იგივე განმეორდები. შემადგენლობით. კი. აჩ ტატოაშვილი აჩისაც მოვიკითხავ ძალიან დიდი სიყვარულით. ზაქარია ზენბანი უწესიერესი ადამიანი და ზაქრა ნონიკაშვილი ასე უწეს ჩემი ერთი ძაღლი. მოკლედ ამ სამეულს შენ აქტიურად ასე ვთქვათ თვითონ არის არა ხო აწყვი იდეებს. თვითონ ეს თავი ეს აჩის ისა ხო კარგი ხალხი ერთმანეთს და ისეა ეს. მოკლედ ეს არის ბერტის ფოლადი იცი ხა არის ბერტი რეტვერტი რომელიც აკეთებს აი დამასკოს. ჩვენი ასევე ერთ-ერთი მეგობარი უკვე აწი უკვე შენ უთავმდეს უფრაზე ვანჭკარა. კი ბატონო ვანჭკარა უყურს ეგ ცალკე ისტორია. ეგ მე მგონი ცალკე მოსაყოლი ისტორია. თავის ფოტოები. კი და მოკლედ თელი ბოთლი მარტო დავლიო პირველად თუ გახსოვს? ხო, ოთხი ნახევარი და. ხო, პირველად დავლიო თელი ბოთლი მარტო. მოკლედ ბერტიდან არის ბერტის ფოლადი. ოღონდ როგორ იყო, იცი რომ ფოლადი იყო ჩოლით გამოჭედილი, გარა გამოწვრთობილი არაფერი. ზაქროსთან გამოაწვდე ზენბანთან. აჩის არის ეს ყველაფერი გაკეთებული დიზაინი, ყველაფერი დანისპირისა. მამონტის ეშვი აჩისი და მე მოსწეს რამდანას უნდა მე სპეციალური დაფერვა ვარანენია რომელიც აი ესე სხვადასხვა ნახშირბათი ამოწევს ამ იმას ხო ფერებს კი ბატონო ეს არის აი რაღაც ფანტასტიკური დანა რა ეხა ამ დანას ხო გეუბნებით აი სახში მიდევს აი შეიძლება როგორც აი ფხარ და უძველდეს ხო რაღაცა გავჭრა ხო მაგრამ ამას ხარ არა მასიურ წარმოებაში რა თქმა უნდა ანუ ხმარებაში რა თქმა უნდა მაგრამ აი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ხალხის გაკეთებულია ეს დანა და მამონტის ეშვი ხო? მამონტის ეშვი. და ნახე როგორ დამუშავებულია. ეს სხვა ჩვენი ზაზამ მასწავლა ჩვენმა რა, რომ მამონტის დამუშავებას გეტყვი, ეს სხვანაირად არის დამუშავება, ეს სხვანაირად ქერქიდან იწყებს, იმიტომ რომ ის ფერები რა ფერები. მე ქერქი ხო, ზედაპირზეა. ზედაპირზეა, იმიტომ რომ იქ თელი რა იყო ჩამარხული საკინულეში. ის ხო შედის და თავის ზაზარე ხო, ზაზარებში, მაგრამ აი ეს კარჩი ის იმას გამოჩდება რა და ის არის ეს გაკეთებული. მე სხვათა შორის აი ხა მინდა გაგიზიარო რომ აი ამ ქერქის ძალიან მომწონს, მაგრამ აი ის ხორკლიანი ზედაპირი ძალიან მომწონს. ისეც არის, მაგრამ ის იმ სიმდიდრეს არ გაჩვენებს. არა ხო, მაგრამ ნუ ხო, გასაგებია. ეხლა განახებ როგორ არის იცი რომ
დამუშავებას რო იწყებ, არ იცი ჯერ ვაფშე რა დაგვხვდებაო და აი მართლა ესეთი სხვა შორის მე გავაკეთებ მე გავასხვისე 1900 ედ ბრაუნი ისე ძალიან კარგ ადამიანს აქვს ეხა ეს ედ ბრაუნი ტარები ივან ბექამ გამიკეთა ჟურნალმა დასგაჭირვარი საწყაჩო ძალიან კარგად გააკეთა და ესეთია რა აი ესეთი ის არის მაგარდანა მაგარდანაა და ბიჭებს მოკითხვა შემდეგი მოყვეთ ესე რა ესე არეულად ეს არის ძალიან საინტერესო დანა აბა კარგად ვაჩვენოთ ხო, აქ არის უკვე სხვადასხვა ჩანართებია და მოვიყევი ეს არის ესეც კოლაბორაციული დანა შეიქმნა, ოღონდ ისე რომ დანის ოსტატმა არ იცოდა ვინ იყო შემდეგი ის დამზადების ეს არის ნატალია ზაბელინა აი როგორ დანასაკეთებს ხო ნატალია ზაბელინაზე ორი სიტყვა ვთქვათ ნატალია ზაბელინა არის ქალი მჭედელი ერთადერთი ქალი მჭედელი არის რუსეთში რომელიც ძველი მეთოდით ჭედავს ანუ ხო არის პნევმატური თვითონ უთხავს უროს არის ძალიან ისეთი სერიოზული ქალბატონია ფანტასტიკურ დანებს აკეთებს ყავს მეორე ორი არიან მეორე ხობაში რაღაც რუსული გვარი სხვა შორის დეიდა იმისი გორთან ცხოვრობდა გარდაიცვალა კოვიდით ამერიკის მაშინ მიხარცე ყურადღება ის უკეთებს დიზაინს მაგრამ ეს მაშინ მარტო იყო მაშინ გააკეთა აი ეს დამასკო რომელიც მე ფაით ფერები ჩანს თუ არა ამისი როგორ არა კი აი როგორი ის არის ვერ ვიშოვ იმიტომ რომ ამისი დანა რო გეშოვა ну ძალიან დიდი რიგშენად გარიყავი რა და შემთხვევით წავაწყდი ეს ხდება დაახლოებით ეს არის 15 წლის წინ შემთხვევით წავაწყდი პირს ეთქობა რაღაც მომენტში რომელიღაცა რუსულ მე იმ საიტზე ესენი აღარ მინახავს ორი ცალი პირი იდო ეს პირი იდო ესე რუსული საიტი იყო და ყიდდა ვიყიდე პირი ჩამომივიდა და იქვე ვიყიდე ესეთი გადანაჭრელი საკმაოდ დიდი იმისი მამონტის ეშვი და ძალიან ცნობილი ესეთი ძვირფასი სტაბილიზირებული ფესვი ხის ფესვი სტაბილიზირებული გააკეთა ზაზავალი გასაგებია აი ხელში როგორი ორგანულია ეხა არიან პირი ანუ თახე ზაზა სხვა იყო ეხა აი მაგას საერთოდ ვერ ვიფიქრე ამას არ ეთყობა კოლაბორაცია კაი გაგებით ვუთხით რომ ერთ ხასიათს იმეორებს ანუ ზაზა მაგით იყო აი ძალიან კარგი ადამიანი იყო და ძალიან ის არის რომ მაგ ზაზას შენ მაშოვნინე ისა დავსდევდი იმდანაც გელა ხუთშვილის ის ნახატით კი დიდი მადლობა იმ ადამიანს რომ მართლა შენ მაშოვნინე ის და იმას ითხოვს დავსდევდი მე და აი ესეთი ის არის და ხელშიც აი ფანტასტიკურად ზის და იმაშო ესეთი დანებით შეგიძლიათ ხორცი გაჭრა ძეხვი ყველი პური მაგრამ ნუ არ უნდა მაინც მე მაინც შემინანებოდა ასე ვთქვათ რა და არ უნდა გააკაროთ იმას ხილს როგორც გითხარ მოკლედ მე ვარ ანუ კოლექციის თვალსაზრისით აი რაღაცა გარკვეული კატეგორია მაქვს რომელსაც ყოველდღურად ვიყენებ მაგრამ მაგ კატეგორია რომელსაც არ ვაკარებ ამ სამდანას კლიმატის ცვლილებასაც არ ვაკარებ ხო ეგრეა ხტები ანუ თავის რა ვიცი მოკლედ ისე მაქვს შენახული რა მოკლედ ეს გადავედი ალბათ ცუდია რა ვიცი არა ნუ ესეთ დანებს ახლა ამგეს ხმარობ ყველას მაგრამ აი ამისგან განსხვავებით ამ სამს ახლა ნუ გამორიცხული არის მოკლედ ეხლა შენ ისეთი აიღე ხელში ანუ ისეთი გიჭირავს რომ აი ჩემი მაქსიმალური შოკი გამოიწვია რა ანუ სასწაული ასევე ზაბელინა თან როგორია ძალიან მაგარი ანუ ბოლომდეა მოდი ვაჩვენოთ რა აი კარგად ვაჩვენოთ full tank-ია ნახატი პირზე უბრალოდ როგორია ნახატი დამასკო არის სრული ისეთი დამასკოა დიზაინი როგორი დიზაინი აქვს სითხელე ეს არის ისა მამონტის ეშვი აი როგორი ფერი წამოიღო დამუშავე აქეთ ხარის მორჟია ხო ზღვის ლომი ხელში ის რაღაც ფანტასტიკურად დაარქვა მე ბოლოს აველინამ დაიწყო სწორიც არის რა ამდანას დაარქვა პილიგრიმი აი ესეთი ხასიათის დანა არის და მართლა ესეთი რომ თავიდან ვიცნობდი მე უკვე ამდანის მერე დაუკავშირდი გავიცანი და ვთხოვე რომ დანა მინდა შემდგე და გამომიგზავნე ვიდეო ეს გავაკეთე ნუ და ძალიან მაგარი დანა მოდი კარგად ვჩვენო თქვენ ნახევარი უხდით ძალიან მაგარი დანა აი ფანტასტიკური დანა მართლა
რამდენი ვილაპარაკეთ ახლა სანამ ამ ვიდეოს ჩაწერა დავიწყეთ ამ დანაზე იმდენად აი მომეწონა ძალიან მაგარიტანა. ერთი რაღაც უნდა მეკითხა, ზაბელნე ქარქაშებსაც აკეთებს, ხო? თუ არა, ყველა დანა რომელიც არის მაგის იყიდება უქარქაშო. უქარქაშო. ხო, აი რა საინტერესოა. ჩვენთან ის ძალიან კაი ბიჭია კაცო ის ამღომელაშვილი. არა, ბაქსოლიანი, ფანტასტიკური. აი ეს პადები ყველა ბაქსოლიანი. მართლა, თან თავისი მაგნიტი და მთელი ხო, ფანტასტიკური მოსაკეთებს. აი მე რომ მოვიკითხავ, აჩიმ მითხრა მაგაზე აი ძალიან მაგარი. მე ნახე მაგის ხარქაშები და ყვაჩა მომივარ და ამერიკაში, ევროპაში ზოგადად ადამიანიც აი ძალიან კარგი ადამიანია. აუ, აი სასწაული ადამიანი. აი ყველა პადი არის ბახსოლიანის გაკეთებული. ფანტასტიკური ისეთი ის არის. მოვიკითხავ. ასე მოკითხვა ჩემგან და აღთოვანება იმ ნანახი მაქვს მაგის ნაკეთობები და ეს არის. ბოლო რომელიც last but not least როგორ ამბობენ ხოლმე. ხო, მაგრამ კოლაბორაცია შენი და ჩემია. კი ბატონო. მოკლედ ეს არის ბერტი დატოვა, ბერტმა ჯავასთან ჩემი მეგობარია, ზაზადან გავიცანით. რეტვილდი, სამხრეთ აფრიკელი ძალიან ოსტატი, სასწაულ ფოლადებს აკეთებს. აი როგორც აჩის გამოყენება, მაგის გამოყენება Dragon Skin, ესე ქვია Dragon. მოზი კარგად ვაჩვენოთ. აი და ეს გაუგზავნე არის გრიგორი ანდროიჩუკი, რომელიც არის მასში უკრაინელი არის Facebook-ში, იმას გაუგზავნე. კი ბატონო. შევთანხმდით რომ ოთხერ გიგზავნი, არ მაინტერესებს თუ გაფუჭდება, რკინა კაცო, შენი ჭირის წაუყე და მეთქი რა და არა მეუშე არ მიმუშავეო მაგ ფოლადზეო და მეშინიო და ფერსაში არა თქვენ მაგ დროს ხო იცი ხა ნუ რა თქმა უნდა ნიფთია სხვა ურთიერთობაა მაგ ხო და ამ დროს ნებისმიერი ეს არის ნიფთი ხო ნუ ხო არ არის ადამიანია მთავარი და მეთქი თუ შენ გაგიფუჭდება არა გადააგდეკას თუ არა და ხო იცი ცუდი плохой опыт тоже опыт. ხო, რა თქმა უნდა, როგორც ამბობენ, ცუდი გამოცდილებას გააკეთა უნაკლოდ. არის ტიტანი, ტიმასკუსი, ტიტანის პილოტია, არის კაის ტიმასკუს ფოლდერი, ის არის კლიპსა, ტიტანის ანოდირებული ტიტანი, ეს არის კარბონი და არის ლაინერ ლოკი. კი ბატონო. და ნუ სასწაული მექანიკა, ფლიპერი. ხო და თან ეს დაცურავს თავისი. კი. აი ეს საკისარზე ხო ეთყობა, კი ბატონო. ისეთი აი რაღაცა ფანტასტიკურად ეს ჩამომივიდა შაბათს. ხო, ეხლა ხან ძალიან ხო ვისაუბრეთ მაგაზე. ხო, ეს ფანტასტიკური ენერგია. კარგად დაემთხვა, მაგრამ ჩვენ შეხვედრა რომ მოგვისწრო ასე ვთქვათ რა. რა მომეწონა, იცი? აი ეს გორბიკი რა. დამშეულია ხელში ჯდება კარგად. კი, როგორ არის ამოწეული. ხო შეიძლება რომ ეს გადაეთხელებინა და ტარზე დაეხო. არა. იცის, ხო. აი ისეთ ადგილას გაწובה ხელში რომ აი მაქსიმალურ შეგრძნებას კი ბატონო. ეხლა მაგის მეორედანაა რაც ამაკ რა. და პირველი არის ანოდიზირებული ტიტანია რაღაც ისეთი. შენთან რო ვიყავით რო ნახე, კი, ძალიან მაგარი ესეც. ხო და რო ნახე რო დანე მე მივწერე თქი ესე მინდა მეთქი რა და ნუ გააკეთა აი კიდე ერთხელ კარგად ვაჩვენოთ. ძალიან მაგარია. გააკეთა ესე ბერტის ფოლადი და გაზომა რო ყველეთ 57-დან 60-მდეა რა. ანუ თეორიულად ყველაფერი შეუძლია გააკეთოს. ახლა 57-60 არის დანები, რომელიც არის გადარჩენის დანები არის 57, 58 და ესე 57-დან 60-მდე. მაგრამ ახლა ამათ ახლა ძვალს არ ურტყავ და არა ხო რა თქმა უნდა. ძეხვი მაქსიმალური რაჭული ვიჩი და რაჭული ვიჩინისთვის იდეალურია. როგორი აი და ერთსა კიდევ ვანახოთ აი ეს რაჭული ვიჩინისთვის. ძალიან მაგარია. თუ აი როგორ დაჭერა. ძალიან მაგარი. ასე რომ რავი. ძალიან მაგარი. მოკლედ თუ ზაზარ აი რა გითხრა არ ვიცი. მოკლედ სასწაული კოლექცია, თან ნაწილი. თან ნაწილი. ალბათ 25%. ხო, ნუ ვინც ვისაც ხვდა წილად ის ბედნიერება რომ ზაზასთან სახლში სტუმრად ყოფილიყო იმ ოთახს შენ კაბინეტს ვინც მან დამყოფია ნუ ეს აბსოლუტურად დასაჯერებელი და აბსოლუტური მისაღებია რომ აქ ეხა 25%-ია წარმოდგენილი რა იმ გადმოსახედიდან რაც იქ ხდება ზოგადად შენ თამანდახარჩებ
ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ზაზა. აი ძალიან საინტერესო თავისი ისტორიებით, თავისი წარმომავლობით, მოკლედ აი ძალიან მაგარი კოლექცია აქ წარმოდგენილი. ძალიან დიდი მადლობა. ფანტასტიკურ საქმეს აკეთებ, იმიტომ რომ როგორია იცი რომ კოლექციონერებს გვაქვს ეგეთი გვაქვს ხო, მაგრამ ნუ ერთი ვანახებთ, მე მეორე ვიცნობთ რომ ეს განაპირობებს ერთ-ერთი აი ეს რაღაცა განაპირობებს ქვეყანაში არის სიმშვიდე წყარო, სიწყმარე, იმიტომ რომ ამას ისე საშუალებაც არ გექნება და შიშიც გექნება რომ იმას ანუ რაც უფრო ქვეყანაში იქნება მეტი ადამიანი რომელსაც ექნება ესეთი მეტი კოლექცია, მით უფრო კარგია ქვეყანაში რა და ეს არის ის დანები რომელიც ქვეყანაში რჩება, ხო, რომელიც რაღაც მომენტში რაღაც ამ დანების knife maker-ების სერიოზული ის არის რა და აი ბოლოს ვანახებ ამას პეკას. ხო, კი, მაგას უყურებდი ახლა სხვათა შორის რა. დანა რო გავაკეთე პეკასგან, ხო, გამომიგზავნა ეს. I don't need a therapist, I talk to my knives. ისე რეალობაა, იცი? მე როგორც კი აი რაღაცა სტრესის მოცემულობა მაქვს, ვიწყებ დანების გაწმენდას და აი ეგრევე მამშვიდებს რა. ანტისტრესია რა. ანტისტრესია. არა, მართლა, იარაღიც ალბათ. იარაღიც ესეა. ოღონდ ძველი ახალი ხო გეუბნები ამ დანებს აქვს სული. კი, ხასიათი სული, რომელსაც ოსტატი აძლევს რა და ამიტომ არის რომ წარმოგიდგენთ აი პეკაც და იუკაც პეკა უფრო დებს ვიდეოებს როგორ აკეთებს. როგორ ზის, როგორ ჭედავს სპეციალური შლემი აქვს. მტერი ხო კატასტროფა რო ამუშავებს ამას ძვალს ან იმას და აი კაცი ამას წვალობს აკეთებს თავის სულის სიცოცხლეს დებს ხო? იმიტომ რაღაც გარკვეული პერიოდი ცხოვრობს. ხასიათს და ამ დროს ეს გაგშენ. ეს არის რაღაც ისტორია ამ დანების კეთებლობის რა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ პირით. მადლობა. გაიხარეთ. დიდი მადლობა და გამოიწერეთ არხი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. მადლობა ზაზა.